სწორი ზოდიაკოს ნიშნის წარმომადგენლებს ვეგელოდებათ ზაფხულის თვეში. დამიწერეთ შემდეგი ვიდეო, რომელ ნიშანზე ჩავწერო. დავიწყებ ზუსტად ენერგიების აღწერი და სასწორებს გეტყვით, რომ საკმაოდ ესეთი საინტერესო ვეგელოდებათ ზაფხულის პერიოდებში. აქ იქნება რაღაცა საკითხების გადაჭრა, რაღაცას დაასრულებთ, აი თითქოს და შეიძლება იყოს გაურკვეველი სიტუაციები აქამდე და აი თითქოს რაღაცა წერტილს დასვათ, ნათელს მოფენ და გადაჭრით და ესე რომ ვთქვათ დანასრო ჩაარტყავთ და იტყვით რომ მორჩა. აქ დავასრულე რაღაც რთული პერიოდი უნდა დაგისრულეთ. ცოტა ემოციური იქნება თქვენთვის და შეიძლება ცოტა ემოციური გადაღლილობაც მოყვეს, ბევრი შინაგანი ფიქრებიც გქონდეთ მომდევნო თვეებში, მაგრამ მიტყოდი რომ ძალა სიძლიერე შემართება გეძლევათ. ფინანსებს რაც შეეხება, საკმაოდ აქტიურად მიიწევთ წინ ფინანსებისკენ, პროგრესი ვიტყოდი რომ გექნება, სირთულეები იქნება, მაგრამ გადალახვადია ეს სირთულეები, იმიტომ რომ ჩანს რომ თქვენ უკვე გარკვეული გამოცდილება დაგროვებული გაქვთ და წინ მიიწევთ აქტიურად მიზანმიმართულად, შემართულად, არ ნებდებით, მობილიზებული ხართ, უჩქარ ენერგიებში ხართ, შეიძლება ცოტა დაიღალოთ კიდეთ, მაგრამ მოდუნების საშუალება ფინანსური კუთხით არ გეძლევათ, ან თითქოს აი რაღაცას ასწრებთ, მოსწრებაზე რო ხართ. მომდევნო თვეებში ეს ენერგია გიჩანთ. ვიტყოდი რომ კი ბატონო, შემოსავალიც გექნებათ, საკმაოდ სპონტანური, უეცარი, მოულოდნელი შეიძლება შემოსავლებიც გქონდეთ სასწორებს მომდევნო თვეებში. პირად ურთიერთობას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით, ცოტა პრობლემურია თქვენი პირადი. შესაძლებელია რაღაცა სიტუაციებს აქამდე ვთქვათ არ იცოდით, ან რაღაცები დაფარულია, შეიძლება ეჭვებიც გაქვთ, მაგრამ ვერ ამტკიცებთ და მომდევნო სამ თვეში ვიტყვი რომ რეალობას გაიგებთ, ცოტა შეიძლება გულით დაგწყდეთ და არც ისე სასიამოვნო არ იყოს ამ ყველაფრის და რაღაცა უსიამოვნო ამბები გაიგოთ პირად ურთიერთობებში, მაგრამ გეტყვით რომ ეს საჭიროა, იმიტომ რომ დიდი ხანი ფიზიკურად შეუძლებელია ვიყოთ მოტყუებულ მდგომარეობაში. ცოტა ყურადღებით იყავით თუ რაღაცებზე ეჭვები გაქვთ, თვალები ფართოდ გაახილეთ, გირჩევთ. აქ ჩანს აი რაღაცა არასასიამოვნო ამბის მერე ბევრი ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება, ისეთიც არ არის რომ აი რაღაცა სწავლი დაგემართოთ და ძალიან დიდხანს იყო ცუდად, მაგრამ გარკვეული არასასიამოვნო ენერგიები გიჩანთ. რაც შეეხება რჩევას თქვენთვის, რჩევა ესეთია, რომ შინაგან ტრანსფორმაციაზე იფიქრეთ. არ არის აუცილებელი, რომ თქვათ იმ წუთში ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაანგრიოთ და გაანადგუროთ, მაგრამ ძველი წყენები, მაგალითად, ძველი საქმეები, ძველი უპატიებელი რაღაცები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, გამოათავისუფლოთ ადგილი, რომ ახალი ენერგიები მოვიდეს და სიახლეები აღმოცენდეს. საკუთარ თავს დააკვირდით, საკუთარ ფიქრებს დააკვირდით, თქვენ შეიძლება რაღაცის შიში გაქვთ და გაუსწორეთ პირდაპირ, ჩახედეთ თვალებში თქვენ შიშებს, არაფრის არ შეგეშინდეთ სასწორებს. ყველაფერში ყოჩაღები ხართ და გაართმევთ თავს, პირიქით წადით წინ და გაუშვით ყველაფერი ძველი თქვენი ცხოვრებიდან.